2026 წლის იანვარში საქართველოდან 56 მილიონი დოლარის ღირებულების 145,000 ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. Საქსტატის მონაცემებით წინა წელთან შედარებით ბოლო კვარტლის მაჩვენებელი 3,000%-ზე მეტით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა საქართველო ნავთობს არ აწარმოებს. ექსპორტის უპრეცედენტო ზრდაყულევის სპორტში ფლექსი პეტროლიუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას ემთხვევა. რისთვისაც რუსეთიდან წინა წლის ბოლოს საქართველოში 96 მილიონზე მეტი დოლარის ნედლი ნავთობი შემოიტანეს. საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროსმა მატიაშვილმა კიდევ ორ ქალს სცემა ამის შესახებ ბაია პატარაია წერს და დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შესაბამისი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს. კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერი აცხადებს ოცნების წევრი შოთა ხაბარელი. ჟურნალისტმა მას ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით ჰკითხა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა კალასის ხელმძღვანელობით რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ სამუშაო დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაცაა მოთხოვნილი. პროკურატურამ გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანა საგუშაგოს საქმეში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სააგენტო სტატია ჩადო. ამის შესახებ თავად პროკურორმა განაცხადა. ის პროპაგანდისტული მედიის ციტირებას იმით ხსნის, რომ გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას ცხინვალის რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა. პროკურორის მტკიცებით ამან სამხედრო ესკალაციის საფრთხე გამოიწვია.